მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ გასაბერი ნავის ძრავს 15 ცხენის ძალით იაჰაცუს ფირმის, რომელიც არის Yamaha-ს თუ არ ვცდები და ზუსტად მახსოვს 2022-2024 წლის მოდელი, უფრო თუ არ ვცდები 2024 წლის მოდელის მსგავსი ანალოგი აბსოლუტურად, რომელიც აღჭურვილია ესეთი აქსელერატორით, გამთიშავი ღილაკი გადმოტანილი აქეთ, როცა იყო იქეთ ამ მხარეს სიჩქარის ბერკეტი, სიჩქარეში გადამთვლელი ბერკეტი გადმოტანილია აქ, როცა იყო ამ ადგილას და ასე უამრავი, კარგი ცვლილება ძველი მოდელებისგან შედარებით, ანუ ერთი-ერთში იმეორებს Yamaha-ს ასე რომ ვთქვათ, კოპიას. არის ჩინური, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ძალიან ხარისხიანი Sando გამართლებული მოდელი და ფირმა, რომლის ასე რომ ვთქვათ, ექსკლუზიური შემონტანი არის Admiral G, ესეთი ახალი ონლაინ მაღაზიაა, მაგრამ აქვთ საწყობი, მიხვალთ და იქ იყიდით როგორც ძრავებს, ისე ნავებს. აი, საერთოდ განსხვავებული სეგმენტია რა, ვიდრე აქამდე ვიცოდით. და რაც ვიცოდით ქართულ ბაზარზე რა სეგმენტიც გქონდა, ანუ ახალ ნავებსა თუ ძრავებში, გაცილებით სხვა სეგმენტია და უკეთესი სეგმენტია, ესე ვიტყვი. ჯობია რაღაც რეკლამაში რო არ ჩამეთვალებს, თავად მიხვიდეთ და ნახოთ და დაარწმუნდებით თავადვე ამ ყველაფერში, ვიდრე ჩემი ნათქვამი მოიტანს თქვენდამირ წმუნებას. მინდა რომ რაღაცა ზოგადი მიმოხილვა გავაკეთო ამ ყველაფრის, ვისაც ესმის ესეთი რაღაცები, იმისთვის უფრო მარტივად მსახვედრია. ეს წარწერა თუ რას ნიშნავს და რამდენად, ასე რომ ვთქვათ, სერიოზული ღვთისმოყვანილობაა და ძალა და დინამიურობა წყალთან როგორ აქვს, ამ ფთას აი ამ ნომრებით განისაზღვრება ეგ. არის ორტაქტიანი, მოყვება 24 ლიტრიანი ბალონი, მოყვება რემ კომპლექტი, წყლის პომპის ფრთები, რომელიც ანუ პომპა, რომელიც აკაჩავებს წყალს, ცირკულირებას უკეთებს, მოყვება NJK-ს იაპონური ორი სვეჩი, ასე რომ ვთქვათ, ორი ზედაყენია და ორი მოყვება გამომკრავი თოკის გამომკრავი თოკი რემ კომპლექტში, მოყვება აგრეთვე მთლიანი, რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს ყველა, ასე რომ ვთქვათ, ქანჩი, როგორც ტრუბისებური, ასევე ჩვეულებრივი ატვერკა და ბრელტუჩა. ანუ ძალიან სერიოზული კომპლექტი აქვს რა. ეხლა რაღაცეები აქ არ მაქვს, სულ ყოფილად რო გაჩვენოთ, მაგრამ მოვა მაგისი დრო და გაჩვენებთ. ეხლა ზოგად მიმოხილვას ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მოჯენა, მოთელვა გასავლელი აქვს ამ ძრავს და ეს არის ძრავისთვის აუცილებელი, ეგრეთ წოდებული აბკატკა, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა გატარდეს, თუ არა და ჩათვალეთ, რომ ძრავის რესურსს ანახევრებთ მინიმუმ ყველაზე კაი ვარიანტში, თუ მეოთხედ რესურსამდე არ ჩამოგყავთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, აქედან უერთდება თავისი საწვავის შლანგი და მიდის სრული მუშაობა. ეხლა ჩვენ ამას ავხდით ხუბს და ჩაგახედებთ შიგნითაც რა ხდება და რა სილამაზეები აქვს. რამდენად დახვეწილი და
სერიოზული ნამუშევარია, ასე რომ ვთქვათ რა. სულ ჩასრიალებულ, ჩაციკციკებულია ყველაფერს აქვს თავისი ნომერი. აი აქვე გვიწერია თუ რა სანთელს მოიხმარს თავისი ნომერი და ყველაფერი. ყველა ბოლტის თავს აქვს თავისი ნომრები. ანუ რა კომპლექტსაც ეკუთვნის ბოლტი, იმ კომპლექტს აქვს ცალკე ნომერი, მე რა კომპლექტსაც ეკუთვნის იმ კომპლექტს აქვს ცალკე ნომერი, აქეთა კომპლექტს აქვს ცალკე ნომერი, ანუ ორიგინალი ასე რომ ვთქვათ, ძრავის შემთხვევაში რა მოცემულობაც გვაქვს, ერთ-ერთი გვაქვს, იგივე მოცემულობა აქვს, სადაც შეგვიძლია რომ რა ვიცი, აი ძალიან დამაჯერებლები ვიყოთ და ფასის სეგმენტია ორიგინალ ძრავთან შედარებით ეს ისეთი, რომ აი რა ვიცი, ძალიან სახარბიელო რა. წლებია ვიჯექი ველოდებოდი რაღაცა შანსებს და საშუალებებს, რომ შემძლებოდა ყიდვა და სანამ ეს ვარიანტი არ გამოჩნდა, მაინც ვერ მოაგროვე იმ ორიგინალის ფული, ასე რომ ვთქვათ. ჩვეულებრივ კარბურატორზეა, როგორც ვიცით. მოკლედ უკან მივწერთ და არის უკუსვლაში, შუაში დავაყენეთ არის ნეიტრალური, წინ გადმოვწერთ არის წინ წასვლა. ეს არის გაზის აქსელერატორის ფიქსატორი, ვთქვათ პირობითად რაღაც კონკრეტულზე რო გვინდა რომ დავაყენოთ ეს გაზი და მუდმივი ერთი გაზით ვიარო დიდ წყალსატევზე, შემდეგ ამას მოუჭერთ და დაფიქსირდება, ასე ვთქვათ, გაზი და აღარ ხელის თამაში აღარ მოგიწევს და აღარ აგივარდება და დაგივარდება გაზი. და ქოქვის დროს აი აქ ნიშნული როგორ უნდა იდგეს ეს ამასთან მიმართებაში, პაცოცი უნდა გამოვწიოთ, ერთი და მაქსიმუმ მეორე გამოყურაზე მაქსიმუმ იქოქება, ძირითადად პირველ გამოყურაზე და მერე მივწერთ ისევ პაცოცს. ამას რო შეთფება 3-დან 5 წუთამდე ძრავი, მერე დავიყვანთ მინიმალურზე და იციკციკებს და იქნება. აგრეთვე აქვს დატოვებული ამ ადგილას ელექტროსტარტერი, სადაც შეგვიძლია ჩვენ დავაყენოთ ელექტროსტარტერი, ვთქვათ, მოზრდილ ნავზე თუ ვაყენებთ ისეთზე, სადაც წამდაუწვომ არ ხსნით და არ ვკიდებთ ამ ნავს და ნუ პატარა აკუმულატორი გედგმება, წაკრავ, ასე რომ ვთქვათ, კნოპკას ხელს და აქ დამონტაჟებული ელექტროსტარტერით მოხდება ამისი დაქოქვა. ამ ელექტროსტარტერისთვის და სხვა დამატებითი მექანიკური დანამატებისთვის თუ რამე გვესაჭიროება აქვს დამატებითი ხვრელები დატოვებული, წინასწარ გათვლილი, საიდანაც როგორც შედის ანუ დამატებითი ეგ გაყვანილობა, იგივენაირად შეგვიძლია ამაზე შევიყვანოთ საჭით მართვის ტროსებით რა. და ვთქვათ, კაზანკაზი ან მსგავს რკინის ნავებზე, რო დავადგავთ ამას მუდმივობაში, შეგვიძლია გადმოვიყვანოთ იქიდან ტროსებით და ჩვეულებრივ როგორც მანქანის საჭე, ისევ მართოთ ეს ყველაფერი და ეს არ დაგჭირდება ამ შემთხვევაში გაზის აწევაც მოხდება იქ სადაც ზიხარულთან დაწევაც და ყველაფერი, ანუ როგორც ხდება გამექანიკურება თუ გაავტომატურება ამ ყველაფრის, ყველა საჭირო პირობა აქვს დატოვებული ამ ძრავს. ძალიან ორიგინალურად გათვლილია ეხლა აქედან ზიარ გვანათებს და არ ჩანს კარგად რაღაცეები, მაგრამ აი ხო გეუბნებით რაღაცა საოცარი ნაკეთობა ერთზედ მეც ვერ ნახავთ ვერაფერს ან რაღაცა ჩამოთყმულ საღებავს ან რაღაცა პრაგლად გაარიძდეს კარგად, აი როგორ დამცავებში და ყველაფერში რომ წყლისგან მაქსიმალურად იზოლირებული იყოს. ხო და მოკლედ ესეთი კარგი მოცემულობა გვაქვს ბატონო ჩემო. ხო, ამავდროულად ამაზე შეგვიძლია დავაყენოთ ვინც იცის ცოტა პროფესიონალებმა, შეგვიძლია დავაყენოთ დამატებითი ელექტროწვერები გამოვიყვანოთ აქედან
საიდანაც მუშაობის დროს მივიღებთ ამ ძრავიდან ჩვენ დამატებით ელექტროენერგიას ნავზე, რომელი ელექტროენერგიითაც ჩვენ შეგვიძლია დავტენოთ ტელეფონი, დავტენოთ ფანარი ან თვითონ ნავზე მოვაწყოთ LED განათება და იმ LED განათებას გამოვყვებავთ აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიით და მოკლედ ესეთი მრავალი კომბინაცია, ისეთი ხარისხიანი და საჭირო შეგვიძლია მივიღოთ ამ ერთი აგრეგატიდან. ამ აგრეგატის ღირებულება არის 3300 ლარი ადმირალში და რა ვიცი, აი ვინც წაიღო, მეც ძლივს მივასწარი და წამოვიღე რო იტყვიან, თორე ვინც წაიღო და დაქოქა და გაიარა მოჯენა ძრავმა და ნუ ამუშავებენ, აი საოცრად აღფრთოვანებულები არიან ამ ძრავის ორიგინალურობით და ასე რომ ვთქვათ დადებითი თვისებებით. აგრეთვე აქვს ესეთი დადებითი მხარეები, ამას ეძახიან მუხტის გადამყვან ტროსებს, ასე რომ ვთქვათ, ანუ ეს როცა არის წყალში, ეს ძირითადად მარილიანი წყლის შემთხვევაში ხდება, მაგრამ მაინც ვიტყვით და ეს ძრავი მუშაობს, მოკლედ ერთგვარ დამუხტვას განიცდის მთლიანი კორპუსი ეს მარილიან წყალთან რაღაცა მიმართებაში მოკლედ და შემდეგ იწყება კორპუსის კოროზია, ჟანგვა. ჩვენ ვიცით ახლა ეს ალუმინის არის, მაგრამ ნებისმიერ მეტალს თავისი ჟანგვის, ასე ვთქვათ, ტიპი გააჩნია. და აი ეგ კორპუსი რო განიმუხტოს მაგისგან და არ წავიდეს კოროზირება და ჟანგვა, აქვს ესეთი გადამავალი გაკეთებული და ქვევიდან აქვს სპეციალური ესეთი თუ გამოვაჩენ ახლა არ ვიცი აი ესეთი დამატებით ფირფიტა ჩაშენებული, სადაც ის ტროსი მოდის და უერთდება და მთლიანი კორპუსის მაგივრად იჟანგება მხოლოდ ეს დეტალი, რომლის გამოცვლის შემდეგაც კორპუსი გაქვს ახალი და ამისი ცვლა შეგიძლია და თავის თავზე იღებს მაგ პასუხისმგებლობას, ჟანგვის პასუხისმგებლობას. აი ესეთი კარგი რამა აქვს, ცალკე უყენიათ ხოლმე ესეთი დამატებითი მეტალი ქვემოთ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ არა აქვს ხოლმე ძველ მოდელებს ეს მუხტის გადამყვანი, რაც თავს მოუყრის იქ და რაც კორპუსიდან თავისით რაც მოიკრებს, იმას იგროვებს ხოლმე, მაგრამ მაინც დაფიქსირდა კორპუსის ჟანგვები. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ეს ესე მიტრიალება მოტრიალებით უხვევს და ეს არის მომხვევი ღერძი, რაც კიდია ძრავი და ამას დროთა განმავლობაში სჭირდება შესმასკვა და აგერა აქვს, ნახეთ როგორი ძუძუკა აქვს, ალბათ გვახსენდება სავეცკი მანქანები, საიდანაც მე ხდებოდა ხოლმე შესვასკვა მანქანების ან აუტოს, სადაც არის საჭირო და აი ამ ადგილიდან შეგვიძლია მივაცვათ სასმასკი აპარატი და შევპრესოთ შიგნით ტაოტი, როცა ამის საჭიროება გვექნება. აქედან ჩვენ შეგვიძლია რეგულირება ძრავის აი ამ კუთხის დახრის, ვთქვათ, ეს არის მოკლეფეხიანი, მოდი ვიტყვი და მოკლედ როცა კი ჩვენ დაგვჭირდება წყლის სიღრმიდან გამომდინარე რაღაც კუთხე შეუცვალოთ ამას, თავისი გადასაადგილებელი ადგილები აქვს, რაც ძალიან მარტივად ხდება და ძალიან მარტივად იცვლის პოზიციებს ძრავის გეომეტრია და თქვენს გემოზე გამოიყენებთ. ეს არის ბერკეტი, საიდანაც ხდება ესე გადმოწევა, ამას ამოვწევთ აი ესე და ძრავს დავაყენებთ აი ესეთ პოზიციაში. აი ესე ავწევთ ძრავს, ნუ როცა გვინდა რომ წყლიდან ამოვიღოთ, ან დაბრკოლება გვაქვს, ან ბალახებიდან გვინდა გასუფთავება, ან ძალიან თავთხელში ვარ და მიწასედება ძრავი, ამ შემთხვევაში მოხდება მისი ესე ამოწევა და ფიქსაცია. აქ სამი პოზიცია, ეს არის უმაღლესი პოზიცია, ანუ ყველაზე ძალიან ამოწეული როა, მაგრამ კიდე აი 1
ერთი და მეორე პოზიცია, ანუ ცოტა წამოსაწევი პოზიციებიც აქვს. მე ჰამბერგერს ისევ გადავწევთ უკან და ცოტა წინ მივაწვევით ამას დაიწყაბუნებს და ჩამოვა და დადგება თავის ადგილას ორიგინალურად. აქ გვაქვს რედუქტორის ზეთის გამოსაცვლელი ადგილი. ამაში ჩადის სულ 250 გრამი რედუქტორის ზეთი. ბატონო ჩემო, რომელიც ახლა აპკატკის შემდეგ 10000-ზე უნდა 10000-ზე კი არა, ბოდიში 10 საათის შემდეგ როცა გავატარებთ მოჯენას უნდა გამოვცვალოთ აუცილებლად და შემდეგ წელიწადში ერთჯერ, მაქსიმუმ ორჯერ არის სასურველი რო გამოვცვალოთ. გინდაც არ მუშაობდეს ძრავი კლასიკური მოცემულობა არის ამნაირი. აქეთან არის წყლის შესასვლელი, საიდანაც იწვევს წყალს, ცირკულირებას აკეთებს, აქედან აქცევს და აქედან უშვებს გამონაბოლქვთან ერთად. და ეს არის გამომშვები შაიბა, ეს არის საიდანაც უნდა ჩავასხათ და გავზომოთ ზეთის ზომა ის შაიბა. ეს შაიბები, როგორც მითხრეს და მასწავლის მეც არ ვიცოდი აქამდე მოკლედ 2-3 მოშვება დაჭერას უძლებს და მე აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, რომ არ მოხდეს წყლის შეჟონვა შიგნით და ზეთის და წყლის ერთად მუშაობა. ეგ ფაქტი თუ დაგვიფიქსირდა, როდესაც ზეთს შევამოწმებთ ან გამოუშვებთ, ზეთი იქნება თეთრი დაოტივით მასა გამხდარი, ასე რომ ვთქვათ რა. და უნდა ვეძებოთ პრობლემა. არის მანჟეტის ბრალი თუ სხვა მანჟეტებიდან აპარებს. და ყველაზე მთავარი, რაც მინდა რომ ვთქვა და თქვენთან ერთად გავიარო. მე როდესაც ezravი ვიყიდე, რატომაც არის ადმირალის მაღაზია ყველაზე ადამიანური ჯერ ფასებიდან გამომდინარე, შემდეგ როდესაც იქ მიხვალ და ძრავს ყიდულობ თუ ნავს ყიდულობ, იქედან მიდიხარ განათლებული ადამიანი და არა ისე რომ აი ვიყიდე და ნეტა ეხლა როგორ იქნება და რაც მითხრეს ის გაამართლებს თუ არ გაამართლებს. ყველაფერს აბსოლუტურად გიხსნიან დეტალურად, რა როგორ და რანაირად თქვენს წინაშე თუ რამე კითხვებით, ყველა კითხვაზე გაკმაყოფილებენ. ძრავზე გიმოწმებენ კომპრესიას. ძრავის ერთ-ერთი მთავარი შემოწმების ფაქტორი არის ეგ, რომ კომპრესიაზე უნდა იდგეს ახალ მოუჯენელ ძრავს ქარხნულად რო ვილაპარაკოთ იამაჰასა და მერკურის შემთხვევაში უნდა კონდეს 7 ან 8 ატმოსფერო, ასე რომ ვთქვათ, კომპრესია 7 ან 8 ატმოსფერო და როდესაც მოჯენას გაატარებ მატორს მაქსიმუმ 1 ატმოსფეროთი იმატებს ეს კომპრესია, ანუ 9 ატმოსფეროდან 1 ატმოსფერომდე ასე არის, ანუ მიღებული სტანდარტი რა, რადგან კოლიცოები ყველაფერი მოჯდება და უფრო მეტ სიზუსტეში გადის ერთმანეთთან. ასევე იზომება ცილინდრებს შორის სხვაობა არის დასაშვები ნომინალი, თქვათ ერთი ცილინდრი თუ არის 8 ატმოსფეროზე და მეორე არის 7.5 საჩვენებს მეორე ცილინდრი, ეს მისაღები დაშვება, მაგრამ მაგაზე მეტი სასურველი აღარ არის, როგორც ვიცი. თუ 1 ატმოსფერომდეა სხვაობა, ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი უფრო 9 ატმოსფეროა მისაღები. იქ დაისინჯა ძრავები და ყველა ძრავს მიყოლებული, ანუ 8-ზე და 9-ზე დაბალი არც ერთს არ ქონია კომპრესია, რაც მიუთითებს იმას, რომ აწყობა არის იდეალური და ცილინდრებს შორის სხვაობა ფაქტიურად არ მოდიოდა რა, ფაქტიურად არ მოდიოდა არც ერთ ძრავზე, რაც იქ გაისინჯა ბატონო ჩემო. რა ვიცი, მოკლედ ამით დავასრულოთ ჩვენი ეს მიმოხილვა და დანარჩენსაც გზადაგზა შემოგთავაზებთ იმ გასინჯული 9 კომპრესიიდან თუ რამე წამოიძებს მოჯენის შემდეგ, მაგასაც გეტყვით. აგერ უყენია დამატებით ბენზინის ფილტრი, აუზის ჩასასხმელში, წითელ თავისი აუზის ჩასასხმელში უყენია ბენზინის ფილტრი. და ანუ იდეალურად არის გათვლილი. არის 2 ტაქტიანი, ამაზე ვისაუბრეთ და 2 ტაქტიანზე ხდება სპეციალური ზეთის შერევა, რომ ძრავმა იმუშაოს უსაფრთხოდ. მოჯენის დროს ურევთ 1 ლიტრაზე 40 გრამს
ხოლო მოჯენის შემდეგ სტანდარტულ ხმარებაში 1 ლიტრაზე ვურევთ 20 გრამ ზეთს, სპეციალურ ზეთს. ყველა ორტაქტიანი ზეთი არ იხმარება ამაში. და მაგაზე შემდეგ ვისაუბრებთ, როცა კონკრეტულად გავალთ წყალსატევზე და ამისი მოჯენის ვიდეოს გადავიღებ კიდე. ეს არის და ეს რაც მინდა რომ თქვა ამ შემთხვევაში. კიდე რაღაც დამატება მინდოდა და ვერ ვიხსენებ. ხო, რისი დამატება მინდოდა? მოყვება წიგნი, თავისი ინსტრუქცია, რომელი ინსტრუქციის მიხედვითაც, ანუ ის წიგნი უნდა წაიკითხოთ 1000 საშუალება, ეს თუ უცხოენოვანი არ ვარ, ტელეფონით გადავთარგმნოთ 1000 საშუალებაა გადათარგმნისა წავიკითხოთ. განსაკუთრებით ამისი მოჯენის ეგრეთ წოდებული აპკატკის შესახებ ინფორმაცია წერია მე-15 გვერდზე. მე-16 გვერდზე და გაეცანით აი მაგის მიხედვით გაატარეთ. ჩვენ კი გაჩვენებთ მაგ ვიდეო ჩანაწერს როგორ უნდა გავატაროთ, მაგრამ მაინც დაუჯერეთ ყველას არა აქვს ან ვიდეოზე ან რამეზე წვდომა, ასე რომ ვთქვათ და შეიძლება ვერ გაიგოს და კითხვა გაუჩნდეს წიგნში იგი რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ წაიკითხავ და გამოიტანს ორდასხვნას. და მოკლედ წიგნით იხელმძღვანელეთ. ყველა დეტალის დაშლა, აწყობა, რამე თუ რამე ტექნიკური მომსახურება ჭირდება ამ ძრავს დროთა განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გვაქვს წიგნში. აბა წარმატებებს გისურვებთ, კარგ შენაძენებს გისურვებთ, კარგ თევზაობებს, კარგ ნადირობებს, კარგ პიკნიკებს და ყოველივეს კარგს გისურვებთ ღვთისშეწევნით, რწმენით, ღირსებით და სიყვარულის გათვალისწინებით ბატონოჩი.